უძველესი ქართული სამეფო სიბერიის დედაქალაქი მცხეთა მტკვრისა და არაგვის შესართავშია გაშენებული. აქედან გავრცელდა ქრისტიანობა მთელ საქართველოში. დღევანდელი მცხეთა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეთ წარსულს მომავლისთვის. ქალაქი წარმოადგენს ღია მუზეუმს, სადაც თავმოყრილია დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურული ძეგლები და ეკლესია-მონასტრები. ქართული საეკლესიო არქიტექტურის გვირგვინი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ქართველ მეფეთა საძვალე, რომელიც მე-4 საუკუნეში ქრისტეს კვართთან ერთად დაკრძალულ წმინდა სიდონიას საფლავზეა აგებული. საბოლოო სახე ტაძარმა მე-11 საუკუნეში მიიღო. მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში ყოველდღიურად უამრავი მორწმუნე მიეახლება ბერ გაბრიელის საფლავს, საიდანაც მირონი გადმოედინება და რომელთანაც უამრავი სასწაულია დაკავშირებული. მე-4 საუკუნეში მცხეთაში მეფე მირიან მეორემ ვაზის ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანიერებიც. მე-6 საუკუნეში კი ამ ადგილზე ქართლის ერისთავმა სტეფანოს პირველმა ააგო დიდი ტაძარი, დღევანდელი ჯვრის მონასტერი, რომელიც ზედ გადმოეხურა ვაზის ჯვარს და იგი ინტერიერში მოაქცია. ყოველ წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში ტრადიციულად აღინიშნება სვეტიცხოვლობის დღესასწაული.